ავტოსკოლები მომავალ მძღოლებს თეორიულ ნაწილს ხრიკების მეშვეობით ასწავლიან. Ამ პრობლემის შესახებ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი საუბრობს. მისი განმარტებით საჭიროა ავტოსკოლების ლიცენზირება. თემაზე ვრცლად საგზაო საკითხებში ექსპერტ ეკა ლალიაშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ქალბატონო ეკა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხშირად ავტოსკოლები მართვის მოწმობის ასახებად მძღოლებს ტექსტებს არა ანალიზით, არამედ ხრიკებით ზეპირად ასწავლიან. ხომ არ არის ესეც ავარიების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი? როდესაც მძღოლი, ახალბედა მძღოლი და მძღოლობის მსურველი აპირებს მართვის მოწმობის აღებას, ძალიან მნიშვნელოვანია მან გაიაროს პროცესი, როდესაც მას ცნობიერება ექნება თუ რას ნიშნავს მძღოლობა. პირველ რიგში ეს არის პასუხისმგებლობა და გარდა იმისა, რომ იცის საგზაო ნიშნები, მნიშვნელოვანია სხვა ფუნდამენტური ცოდნა მიიღოს, სადაც გააზრებული ექნება მას ეს პასუხისმგებლობა. ერთია რომ თქვათ კარგია და გართულება შეიძლება არასწორი სიტყვა, მაგრამ დაემატა გარე სივრცეში გამოცდა საგამოცდო პროცესი, მაგრამ და ეს გარკვეულწილად პრევენციას აკეთებს, რომ მომზადებელი მძღოლები დაიცხრილოს, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოდნა ჰქონდეთ შესაბამისი მძღოლს და ავტოსკოლები, რომელთა ნაწილი არის პრაქტიკულად ჩავარდნილი ეს სფერო, საჭირო არის ამის ლიცენზირება, საჭირო არის იყოს კვალიფიციური ინსტრუქტორი, იყოს შესაბამისი შიდა ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ავტოსკოლებში, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები ყავდეთ და კურიკულუმი იყოს. ეს რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ეს ნაწილი. ამიტომ ამ მიმართულებითაც უნდა დაიწყოს და დროულია სახელმწიფომ დაიწყოს მუშაობა, რადგან ჩვენ გარანტირებულად ვიცოდეთ, რომ მძღოლი, რომელიც აიღებს მართვის მოწმობას, ის არის უკვე უსაფრთხო მძღოლი ჩვენს ქუჩებში. ქალბატონო ეკა, საინტერესოა, როგორ ხდება მართვის მოწმობის აღება სხვა ქვეყნებში, რამდენად მარტივია მისი მიღება ევროპაში? დიახ, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის ზუსტად საერთაშორისო გამოცდილებები იმ ქალაქებში, სადაც ევროდირექტივებია იმისთვის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეს ტრენინგები, მათ შორის ინსტრუქტორები როგორ უნდა იყვნენ მომზადებული, რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ, არის რა თქმა უნდა რამდენიმე წელიწადში კვლავ მათი კვალიფიკაციის სამაღლებელი ტესტირებები. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ერთჯერადი არ არის, ბუნებრივია, მუდმივი მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს იმ ავტოსკოლების, რომლებიც ახორციელებენ ამ ტიპის მომსახურებას. შესაბამისად, ვალდებულება კურიკულუმში ჩადებული, რომ მინიმუმ 40 საათიანი გაკვეთილი მაინც იყოს ჩატარებული მძღოლობის კანდიდატისთვის საბოლოო ჯამში. ისეთი მძღოლობის კანდიდატი იყოს, რომელიც იქნება როგორც მზად საგზაო ნიშნების და გზების კუთხით, ასევე ის იქნება მას გააზრებული იქნება მძღოლობის პასუხისმგებლობა. ეს არის მნიშვნელოვანი ახლა უკვე საბოლოო ჯამში რა პროდუქტს ვიღებთ და რა შედეგამდე გავდივართ. დანარჩენი ეს პროცესი არის დასაგეგმი და დასარეგულირებელი სახელმწიფოს მხრიდან. ქალბატონო ეკა, ასევე ხშირად იღებენ მართვის მოწმობას, თუმცა ახალბედა მძღოლები არ არიან ხოლმე მზად, რომ იარონ ავტომობილით დამოუკიდებლად და დამატებით გადიან გაკვეთილებს, სწავლობენ ქალაქში ტარებას იმისათვის, რომ შეძლონ გადაადგილება. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? საქმეც იმაშია, რომ მძღოლობის კანდიდატს პირიქით თუ ის არ არის მზად, მას უნდა ქონდეს გააზრებული ის, რომ თუ გამოცდაზე ჩაიჭრა ან პრინციპში ვერ მოახერხა მართვის მოწმობის აღება, ეს იმის წუხილი კი არ არის, რომ მან რაღაც ვერ გააკეთა, არამედ ეს არის პირიქით ინდიკატორი იმისა, რომ გასაძლიერებელია და მეტი ცოდნა აქვს მისაღები იმისთვის, რომ იყოს საბოლოო ჯამში მზად გარეთ გასასვლელად, იმიტომ მისთვისაც ძალიან დიდი რისკი და საფრთხე არის თუ მომზადებლად დავა ქუჩაში. ამიტომ ეს ერთია, რომ ჩვენს მძღოლებს, ახალგაზრდა მძღოლებს შეიძლება არ მოსწონდეთ გართულებებს ვეძახდეთ ჩვენ ამ მაგალითად დამატებითი გამოცდას ან იგივე კურიკულუმის შექმნას და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მათი უსაფრთხოებისთვის კეთდება და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ამავდროულად. ცოდნა უნდა იყოს საფუძველი და არა იმ ხრიკების შესწავლა, რომლითაც აბარებენ გამოცდას.
თავისთავად ყველაფერი გადასახედია, ერთი არის კურიკულუმია სწორი შესაქმნელი და მეორე თვითონ გამოცდების შეკითხვებია გადასახედი. ეს მუდმივი პროცესი უნდა იყოს და შეკითხვა უნდა იბადებოდეს, რატო ახერხებს ახალბედამწყოლი, რატო ახერხებს ის ავტოსკოლა ეგრეთ წოდებული, რომელიც დღეს ხრიკებით ასწავლის, რატო უნდა აბარებდეს ამ ხრიკებით გამოცდას. ალბათ იმ საკითხებშიც რაღაც არის ხარვეზი. შესაბამისად, ეს ხარვეზები თუ არსებობს თქო ამ ნაწილშიც, თვითონ საგამოცდო საკითხების ნაწილშიც, ესეც უნდა იყოს გადახედილი და როდესაც სახელმწიფო ამ რეფორმის განხორციელებას დაიწყებს, თავისთავად ეს ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული. ჯერჯერობით ამაზე არ არის საუბარი, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ გამომდინარე იმ სტატისტიკიდან, რომელიც ამ დღეებში მესამე კვარტალი, სამი კვარტალი მიმდინარე წლის 14%-ით არის გაზრდილი გზებზე ლეტალობა, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც უნდა ვიმოქმედოთ და მათ შორის ამ ნაწილში უნდა ვიმოქმედოთ. და ბოლოს, რამდენად გვაქვს სტატისტიკა, რა არის ავარიების გამომწვევი ფაქტორი და ხშირად ამის მიზეზი ახალბედამწყლები ხომ არ ხდებიან? ცოტა რთულია გავაკეთოთ აქცენტი მხოლოდ ახალბედამწყლებზე, იმიტომ რომ სიჩქარის გადაჭარბება პრინციპში სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, დისტანციის დაუცველობა, ეს აუწყებს იმას, რომ ეს ახალბედამწყლი თუ რამდენიმე წლის წინ აქვს აღებული მართვის მოწვევა პრაქტიკულად ერთი არის რომ ან აგრესიულია და მეორე არის რომ უცოდინარია და არ აქვს გააზრებული თავისი მოვლენა. ანუ აქ არ არის საუბარი მარტო აი ამ საგამოცდო სივრცეზე, აქ მთელ ამ წინა პრეისტორიას აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ზოგადად რა უპირატესობას ვანიჭებთ ცოდნას და ინფორმირებას. დღეს ნებისმიერი მძღოლი, რომელსაც აღებული აქვს თუნდაც 10 ან 20 წლის წინ მართვის მოწმობა, შეიძლება სულ არ არის ახალბედა, მაგრამ მაინც არ იცის წესები, არ იცავს წესებს, უგულებელყოფ შესაბამისად, მათაც ჭირდება, ნუ ყველა სამიზნე აუდიტორიას ჭირდება თავისი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანია. ამიტომ ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ერთია, თქვათ, ბავშვებს სკოლიდან ასწავლოს, ნაწილს ავტოსკოლებში ასწავლოს, მთლიან საზოგადოებას ასამაღლეთ ცნობიერების კამპანიებით და ასე შემდეგ. ეს დასაგეგმი არის და განსახორციელებელი. დიდი მადლობა, რომ იღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.